მშვიდობისა მეგობრებო, რა შვებით, როგორ ახართ, ხომ ხართ მაგრად, ჯანზე და კარგად. გავიღვიძე, კაი ხანი ამღვიძავს. არ ვიცი ეს თმები ასე რატომ აქვს, უხელი თავი დავიბანე. და არ ვიცი ეს თმები ასე რატო დამეტკიბნა, მაგას რა ჯობია. უბრალოდ არ ვიცი რა და ძალიან მომწონს ესეთი ფორმა თმის. ნუ ჩალკადიდად არ მიხდება ესეთი პატარა თუ მიხდება, აი ეს გვერდები ახლა ახოტრილი ზომ. არ ვიცი რანაირად მეძინა წუხელი ასე რომ ეს თმა ასე დაოკდა. მაგრამ ფაქტია და აი ისე მაქვს ასე ზემოთაწეული. მოკლედ მეგობრებო თქვენთან ანუ დღეს არის რა რიცხვია, დღეს არის 11 არა და 12 აგვისტოა, 18 წუთი აკლია 3-ს მეგობრებო. და ახალი გაღვიძებული არა ვარ სადღაც პირველისკენ გავიღვიძე. ესე იგი წუხელი დავიბანე. და წუხელი დავიბანე. მერე ჩავთევი ფილმი. სადღაც 11 წუთი ვუყური ამ ფილმს, მერე ვიგზენი რომ მეძინებოდა, იმიტომ რომ გუში ძილის წამალი დავლია. და რომ ვიგზენი რომ მეძინებოდა, თეკლაც უყურებდა ჩემთან ერთად, დავაპაუზეთ ეს ფილმი, დევიძინე. გათენდა მეგობრებო დღევანდელი დღე და ვუყურე. და მე ახლა მინდა გირჩიოთ იდეალური ფილმი, ვისაც გინდათ ფილმი უყუროთ და არ იცით რას უყუროთ. მე მინდა გირჩიოთ უმაგრესი ფილმი. თეკლა ჯერ შენ შეაფასე როგორი ფილმი იყო? და როგორი იყო, ანუ შინაარსი როგორი იყო? შინაარსი იყო ბარათის სულების მოკლა და დაწვა. ხო, კაი, მოკლედ თეკლა ხო ესე და ანუ იდეალური ფილმი მეგობრებო, ოჯახს გარდაეცვლება შვილი, ახალგაზრდა ბიჭი. დაკრძალავენ, კი არა და კრემაციას თუ რაღაცას უკეთებენ, უნდა დაწვან. ამ დროს ამ გარდაცვლილი ბიჭის მამა შედის ამ კრემატომიუმში და ამ თანამშრომელს ეუბნება რომ ძალიან გთხოვო დამამშვიდობებიეო ჩემს შვილთანო, გამოვემშვიდობო მომეციო მაგისი უფლებაო. შეუშვებს მეგობრებო ეს თანამშრომელი ამ კაცს მის შვილთან რომ გამოვემშვიდობოს მის შვილს, რომელიც ჩვენგან შორს და კუბოშია და დახურებული აქვს კუბოს თავი. შეუშვებს მეგობრებო ტირის და ამ დროს ამ კუბოდან ისმის ბრახუნის ხმა. და ამ კაცს გონია რომ ეს მისი შვილი არის ცოცხალი და ახლავე რომ დაგეხმარებიო ეუბნება დასაწყის გიყობი, არ გეგონოს რომ ფილმს გიყობი ბოლომდე და გასპოილერებ არა ნინო. ისა რა ქვია იმას, ეხლავეო გიშველი შვილო მეო სუპერმენი ვარო, ხო და ჩალეწავს ამ კუბოს და ელოდება იქიდან ამოვა მისი შვილი, მაგრამ იქიდან ამოდის რაღაცა, რაც გავს ამ შვილს და მეგრე მაქიდან იწყება რაც იწყება მეგობრებო. კაი არაფერი ხო, ის ბიჭის ვიდეოები მიყვარს კიდე ფილმებს რო გვიჩეს ხოლმე და მერე კაი არაფერი მეგობრებო, ისეთი ფილმი იყო. თან ჩემი საყვარელი მსახიობი თამაშობს, რა ქვია going beats? Wednesday-ში, ანუ Wednesday ვისაც გაქვთ ნაყურები, მეგობრებო, მე არა მაქვს თეკლას აქვს ნაყურები თურმე. ხო და ეს ბიჭი იქ მონაწილეობს მეგობრებო, ეს ბიჭი. ვაიმე ის ესეთი სიმპათიური და კარგი ბიჭი, ამის ძმა არის ის ვინც გარდაიცვალა. ხო და მოკლედ ძალიან მაგარი ფილმია. და უყურეთ მეგობრებო, ფილმს ქვია ბოროტი მიცვალებულების წვა. და აი 2026 წლიანია და აი ეს ფილმია მეგობრებო, 10-დან 10. ძალიან კარგი იყო. და აი არ ვიცი, სუპერ. ძალიან მაყოფილია. ემაგას ბევრი, ანუ კიდე ერთი ფილმი ვიყოვე მსგავსი, ის 2013 წლიანია. ეხლა იმას უნდა ვუყურო და იგიც თუ მომეწონა იმასაც მერე გეტყვით. მაგრამ კონკრეტულად ეს არის 2026 წლიანი. ბოროტი მკვლელების წვა, ესე ქვია. და ამართლებს მაგ სახეს, აი რაც ქვია, ეგაა შინაარსი შიგნით, ანუ. ხო და რა ვიცი, ჩაუჯექით უყურეთ, საათი და 50 წუთიანია, მაგრამ 1 წამს არინანებთ ყურებისას მეგობრებო, მოგეწონებათ. საშიშია, იდეაში საშიშია, მაგრამ ახლა საშიში მაგან არაფერი არაა. უფრო მძაფ ფილმია რა, მაგარია ძალიან, მომეწონა მე. ეს ამან ლამპონჩკა მოხსნა და ეს უნდა გადავიღებო მანიკურით.
მოკლედ ემაგის თქვა მინდოდა მეგობრებო, სხვა მეტი არანაირი არაფერი. ეხლა კარტოფილს ხო შეჭამ? კი, გადავახადიოდე. ლამპოჩკა. კარტოფილს შევუწევ ახლა ბოშებს. ბოშებს ვიზავთ. ლიგა ეს საცხაწევი და არ ვიცი. სარეცხი დავერცხე, წუხენ ამას გავფენ და წუხანდელს ჩამოვხსნი, არ ჩამომიხსნია. და მოკლედ გზადაგზა კიდე დღის განმავლობაში მეგობრებო დაგიბრუნდებით. გეგმა არაფერი მინდოდა სოფელში წავსულიყავი დღეს, მაგრამ ისეთი საშინელი სიცხეა დღესაც. საშინელი სიცხეა. ამიტომ ასეთ წასვლას არ ვაპირებ. ეხლა სიწყალს გადევივლებ მე ცოტა ხანში და წამოყვეწვალდები ვენტილატორთან სოველი დასაცმით. ხო, მეტი არაფერი ჯერჯერობით არ ხდება. შევწვი მეგობრებო კარტოფილი, გავფინე სარეცხი, ჩამოვხსენი ძველი სახსვალაგებ. მე ხო სულ სახსვალაგებ. ხო და კარტოფილს ვაჭრა ხან სანამეგენი შეკავენ. მანამდე ზალას დავალაგებ. და მე რეგენი რომ მიირთმევენ, გაბრძანდებიან, მე კუხნას დავალაგებ. აღარ გავწვი. კარტოფილი რაც იყო, რაღაცა წიო და ასე მოწიე, კარტოფილი ეს იყო მხოლოდ და იმედი ყველას ეყოფ. ეგენი აგერ არის. აგერ, დედას ბიწვები ხო რა ყარა გამი. ოქრი ისეთ სიცხეა. უზომოდ ცხელა. მითეგლას. დოუყრი მეგობრებო და მოვალ. დოუდები მეგობრებო, რაია ეგ. წემალი არ გინდათ? ხო და დაის ხმე და ხმე დამასხმევ. ეგენი აგერ. და ვალაგებ ზალას. ეს საწოლი გადავასწორე, ის საწოლი გადავასწორე. ეს სარეცხები რაც ჩამოვხსენ ესენი უნდა შევინახო კარადაში. და ესენი გავფინე. ცოტა იყო ძალიან და გავფინე, გარეთ საშინელი სიცხეა. ვალაგე მეგობრებო სახლის სრულად. მორჩი აჟარი გამივიდა ახლა ამ წავსურში და წევიდეთ ახლა მაღაზიაში. ყავა უნდა ვიყიდოთ, ცივი ყავა უნდა გავაკეთოთ დღეს და ყავა ვიყიდოთ. სნადი ძალიან ძვირია მაგენი, მაგრამ ვიყიდი ჯანდაბას გავიმეტებ. და სიგარეთსაც ვიყიდე და უნდა მოვალ მე წყალს გადავივლებ და მე უნდა ჩავიждე იმ ფილმს და უნდა ვიყურო რომელიც გითხარით ხანდათ მომეწონა მე მაგასაც გეტყვით როგორც გითხარით. დავალაგე კუხნა ახალი მოწვენილი ამ წამსვლურში როგორც გითხარი იგი სულ შეჭამეს ანუ კარტოფილი სულ შეჭამეს გავრიცხე ყველაფერი და დავალაგე ზალა. ეს ტელეფონში ჭიკჭიკებს რაღაცა თავიდან მეგონა რომ სახში ჭიკჭიკებს და რაღაც საცხეს უყურებ ნავის რა არის. ხო და მოკლედ წავედით ეს ხვის გოჭები ცოტა ხანი გარეთ გავსვით კიცხელა მაგრამ იყო ნახე ცოტა ხანი გაუძლო ხანა. ხო და წავედით ხა ჩავედით მაღაზიაში კი მიზარდა მაგრამ ჩავიდეთ თან სიგარეტიც სუდა ვიყიდო და მოდი კარები გადაკეტეთ და დუხიდების ხა აჟარი უკიდიამ სოფიეს ნაგავი წავიღო ნაგავი ასე ამოვიღო ეს ნაგავი всё მეცდე ამოვიღე წავედით რა მოგიტანო შე რა შეჭამ რავი არ იყიდებ არსად ხო კებისებს რა მოგიტანო მითხარი სანამ დრო გაქვს ნაკი თეთრი ის შავი ხო? შავი ხო. კაი ბატონო, მალე მოვალებსათ მოვა. წერეთ. ჩამოვედი. დიდუ ბიჭო რა სიცხეა. არ ვიცი რა. Cochonía, era. Unos teca. A ver. Ale, hop. Da ist es ak. Da ist.
გუცა თუ მიგინა ახლა რაღაცა მაინც ახ მაცადე არ შევამყვეში გადი კაი ახლა ჩორა ის უნდა ვნახო არ არის აქციაში აი პროსტა სირცხვილი არ არის აი სირცხვილი არა პროსტა 21 ლარი რა ღირსა აი პატარები აგინი ამ პატარების ფასი ეს 13 და 95-ია სულ პატარებს არეულად დებს და რა დიდები რიტა წაშლის ყობიცი ასე უნდა ღირდეს ეს კაი მეც აიდოს რაღაცებს ავიღებ კიდე და სად უნდა იყო აი ავესენი უშრე 41 ნახე მოიცა არეულად დევს იქადა აუ ეგ რა ფერ გავააღო მოვედი მაგალითად ვიყიდე თავი მტკივა და მიდია სახში აგინა ეს წამწამებით წარმები ამტკივდა ეს ყავა ჰოისაუცრება 11 ლარი ნაღირალა რო გაატარა მე იმან ნუ რა სამნაღირებულიყო უნდა მეყიდა მაგრამ 13 და რაღაც ხო ეწერა ეს არა 11 და 95 ზუსტ ხო არის სახში ოეთი ხوار დაანგრეთ სახში არა აი ოეთი მეგობრებო და ნახოთ ხა რა ვიყიდე და გავაკეთებ სიმყავას გადმივლებთ წყალს ცივს დავწევთ ფილმს ჩავთავ და გავლევამს მოკლედ ეს ყავა და 11.95 და როგორც გითხარით ასევე ეს ხლორცი წიქა წამოვიღე რავის ყავისთვის მაგრამ პატარა არის და რა ვიყოს წამივიღე მათ $3.50 და ისეთ წიქა ნაგავი მოგლობდა უკვე ნაგავი საკლას ეს წამოვიღე აქციაში იყო ამაში კონსხოით რუსკეთი მალე ასევე ბოვშებს კოკა-კოლა წამოვიღე ერთი დაჭრილი პური წამოვიღე ასევე სიგარეტი ეს ყველი წამოვიღე თოკამისი ტოსტებს აკეთებს და ეს წამოვიღე და აქ არის ნაყინური 3 თალი თეთრი და 2 თალი ყავის თეთრი სულ ეს იყო და ამ ყველაფერს შედავხარჯი არის გითხრა 47 ლარი რას განახი ახლა ხო ის ყველაფერი იყო 47 ლარი არც მეტი და არც ნაკლები ზუსტად გახშეკი 47 ლარის იყო გავაკეთებ ახლა სიყავას და გზადაგზა მოვალ კიდე ბი არ ვიცი მეგობრებო ფუფუ თვალი არ გვეცეს მე ახლა გამახარეს სრულად უცხო ადამიანმა აუ არ ვიცი რა დედახიცა ვარ საერთოდ არ ვიცნობ ამ გოგოს მე ხო ისე ვარ მე არ ვიცნობ არავის და თქვენ ხომ ცნობთ მეგობრებო რამდენი მიყურებთ და ანუ ფილმი ჩავთერა ამ ფილმს ვუყურებდი ხო გითხარი ფილმს უნდა ვუყურო მე გავაკეთე ყავა ცივი ყავა გავაკეთე და ჩავთე ფილმი ანუ ეს ფილმი ჩავთე ეს ძალიან მაგარი ფილმია უყურეთ ამასაც მეგობრებო ბოროტი მიცვალებულები რა ეს 2013-იანი მე მგონი ეს არის კაი ფილმია იმ შინაარსსა ხო და ვუყურებ ახლა ამ ფილმს და შუამდე ვარ გასული და მესიჯი მომდის ტელეფონზე ამ ტელეფონზე სადაც ვუყურებ კაცო ვუყურებ ფილმს ხოც ვაჟღლეტა ფილმში და ეკრანზე უცებ ეწერება რომ ჩაგერიცხათ 500 ლარიო უცხო ადამიანისგან არ ვიცი სახელი მეცნო არც გვარი მაიმე მეთქი რა ხდება გავაპაუზე ეს ფილმი გადავქექე ყველაფერი ანუ მეთქი სადმე უეჭველი მომწერდა არსად არის იყო და მე რაღაცნაირად ვიგრძენი არ ვიცი შევედი საქართველოს ბანკში და დანიშნულება ვნახე
და დანიშნულებაში ეწერა ამ ადამიანს, რომ ინსტაგრამზე მოგწერე და ნახეო. ხო და ინსტაგრამი კიდე მეორედ გადავქეკე, ვერ ვიპოვე ეს ადამიანი, ვერ ვიპოვე. ხო და მე მომიფიქრე ესეთ რაღაცა, გადავრიცხე უკან 500 ლარი და დანიშნულებაში 500 კი არა 5 ლარი გადავრიცხე და დანიშნულებაში მივაწერე, არ ვიცი მეთქი ვინ ახარ, ვერ გიცანი თქო და ძალიან დიდი მადლობა და ვერ გიპოვნე ვერსად მეთქი რომ მოგწერო თქო, ვერ ნახე ინსტაგრამზე თქო. წამებში მიგვიმდება უკან პასუხი, როგორ ვიპოვნო ინსტაგრამს, სახელი და გვარით. ვერც მასე ვერ ვიპოვე, ანუ მოწერილი მაქვსო. და ინსტაგრამზე მაქვს მოწერილიო, რისთვის არის მაგ ფულიო. დავძებნე ხელახლა, აი ქოვეყან ადამიანი ამომიგდო ამ სახელი და გვარით და ყველას მესიჯებს შევედი, არავის მონაწილე ჩემთვის არ ქონდა და მეთქი რა ვქნა, ეხლა რა გავაკეთო? და გავაგზავნე ისევე 5 ლარი და მივაწერე WhatsApp-ის ნომერი ჩემი. მეთქი WhatsApp-ზე მომწერე ვერსად ვერ გიპოვნე მეთქი. ხო და წერს WhatsApp-ზე ეს გოგო. ვაიმე, არ ვიცი, ესე იგი მე ხლა არც სახელს ვიტყვი და არც გვარს ვიტყვი და არაფერს არ ვიტყვი რა მომწერა. ანუ მომწერა ერთი ისეთ რაღაცა. ანუ ჩემ გუშინდელ ვიდეოსთვის უყურებია თავსი დღე რომ მქონდა გუშინ მანქანაში გასაღები რომ ჩამჩა. ხო და აი არ ვიცი მაგ ვიდეოს ვუყურეო, მეც რაღაცა პრობლემები მქონდაო გუშინო და რაღაცა საქმეო რომ მქონდაო და ეს საქმე თუ გამომივიდოდაო აუცილებლად მე შენ უნდა გამიხარებინეო, ესეც პირობა დავდევიო. ნუ რა საქმე და როგორ მაგას არ გეტყვით ახლა და გამოვიდაო ეს საქმეო და გამოვიდაო ეს საქმეო მეგობრებო და ჩამირიცხა ამ ადამიანმა 500 ლარი და რისთვის ჩამირიცხა ეხლა ეს ანუ შენ იდეაში რაც გინდა კაცო ის გააკეთე უკან გოუკონტროლებია და კი მიუთითებია რა გავაკეთო არა მამიკოსა პლასმიცა მაგრამ ჩემი დიდი სურვილი იქნებაო შენ მეგობარებთან ერთად ვინც აკავსო ახლო მეგობარიო იმასთან ერთადო რომ წახვიდეთო სადმეო და რომ კარგად გემრიელათო რომ გაერთოთ და იქეიფოთო ამ ბულითო და კაკრას მეთქი 23-ში მივდივარ მე წამომცდა როდის მივდივარ წამომცდა დავხუჭოთ ყურები მაშინ მეზარება ამოჭრა უმეთი ამა დედაცვატირე კაი მოკლედ მე უთხარი რიცხვი აღარ ვიტყვი მე იქნებ მეგეიგონეთ ვინ უნდა აღარ ვიტყვი რა რიცხვი ვიტყვი ხო და ამ რიცხვში მივდივარ მეთქი ბათუმში თქო მივდივარ თქო მარტო არ მივდივარ თან მომყობა დათო და კიდე ერთ ადამიანი მომყვება რა და მეთქი მივდივართ მეთქი ეხლა ჩვენ ბათუმში თქო და აი მაინე მეთქი ზუსტად მაგას ვიზამ რაც მომწერე მაგფულით თქო აი არ ვიცი რა დედას ვიცავ რაფერ გამახარა ახლა ამ უცხო ადამიანმა ნეტა იცოდეთ და როგორ მიხარია რომ ის საქმე რო გამოვიდა აი ესეთი აი მიხარია ეს აუ ჩემი აი არ ვიცი ხალხო რაფერ ამოთქვა ეხლა ვემესიჯებოდი თან WhatsApp-ზე და მოკლედ ეს 500 ლარი ამ ადამიანმა ჩამირიცხა იმიტომ რომ კაი ხოშიანად გავერთოთ და რა თქმა უნდა ამას ახლა შევინახავ ქუთაისში გართობა არ მინდა ხო და ბათუმში რო წავალ ეხლა და წავალთ აუცილებლად მაგ 500 ლარს ღერთოთ მიხარია ძალიან მე ვიცი რასაც ვიზამ მეგობრებო მე ვიცი რასაც ვიზამ ხო და აი არ ვიცი და მე მესიჯობის დროს კიდე 150 ლარი დამერიცხა და ამითინო ბავშვებს უყიდეო რამეო ესო ბავშვების არისო და მეთქი მაკდონალდს გამოუძახებ თქო და ეხლა მაკდონალდსი უნდა გამოვიძახო მეგობრებო თითა შოკია იმენა შოკია გეფიცებია შოკია ბართლა ანუ სუდათ ვარ სიხარულისგან აი ეს ესეთი გახარებულები იყავით მეგობრებო სულ სიხარულისგან დღესაც ხო თავი მткиოდა ცოტა და ახლა სიხარულისგან და ემოციისგან უფრო ამიფიქრდა ტვინი მოკლედ ეს იყო ხო და ეხლა ცოტა ხეში გამივიძახეთ მაკდონალდს მეგობრებო
და უზომო მადლობა ამადამის არ ვიტყვი, არც სახელს ვიტყვი, მithumetes გვარს არ ვიტყვი და წარმატებები და სულ ასე წარმატებული გზებზე ეაროს ამ ადამიანს. საერთოდ არ ვიცი ვინ არის, ანუ მე არ ვიცნობ, ანუ არანაირი გადაკვეთა მეგობრებო არა. საიდან ამოძევნა ჩემ პირადი? არა, პირად კი იცის ყველა, მაგრამ ეხლა ლაივში ვერ ვიყავი და რაღაცა მაგიტო. მოკლედ არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, გიყურებ ხოლმეო და დარწმუნებული ვარ, ამ დროსაც უყურებს. მოკლედ ამის თქმა მინდა და. ალო. დიახ, გისმენთ, სალამ. ის რა ქვია, ბუკიას 8 ნომერია. ხო, პირველი სადარბაზოა ხელმარცხნივ, PSP და მაგნით შორის რო შემოხვალთ. აუ, მაგნიტი მომისმინეთ ფილმები ტრანსფერტაციას და გამოვა, მე მამის ხარაგე. აი, ჩამოვიდე უკვე. ხო, კაი, მოვდივარ. ამან ვერ მომაგნო მეგობრებო, რა გზა გააკეთე საქარა, მე მგონი სხვაგან აიქცა სულ. დაგეთე კარი 1 წუთი. მე მგონი ვერ მომაგნო, რაღაცა გზა არის, რო გაკეთებულია და რა გზა არის გაკეთებული აქან. ღმერთო მიმაგნებია ხ. წამერიღე მე ტელეფონი დაურეკო. მე შევიდი ახლა ამოხსნა ლაბირინთი. მაგნიტთან ახლა აქანა სად უნდა იყოს კურიერი ხართ სალაპარაკო ხომ აქ ტელეფონზე აქანა მანქანა არაფერი მანქანა არ დგას ამ მაგნიტთან აქან კაი მესა დაურეკო ხო, მაგნიტთან დგავ რა გე? აი, მაშინ ვიქნები აგერ. მოიცა. აუ, მე მგონი, ვაი. მეთქი დევიკარგეთ, სალამ. არა უშავს, ნახვამდის. გადავჭი. აი, შეწევით. ევიხი. აი, არა უშავს, რა მოხდა მე, გზაერია, მაგ გზაერია და მე მაგ არასდროს მითითებული მერცხებს და ვერ გავასწორი ვერაფერ. ბუკიას 8 ნომერის, მაგრამ 5 ნომერი მაქვს მითითებული. დი მეგობრებო. ამოვედი და განახოთ, ახლა ვნახოთ რა ვიყიდე. რა გამოვიძახი ამ ადამიანის სახელზე. არა, ვინც ამ ხელა თანხა დამირიცხა მეგობრებო. დღეს ასე მოლოდნელად მე ამ შეიძლება ჩემთვის არაფერი არ გამომიძახებია, მხოლოდ ნაყინი და ის გამოვიძახე ნაკეცები, იმიტომ რომ მაგ ნაკეცებს მაინც ვჭამ რასაც შედის. აქ არის ფრიები. 4 წალი ფრი არის გამომართვი. მოდი საბა 4 ფრია მეგობრებო, მალე ნინო. 2 ხომი 23 2 წალი ამაშია. აგერ და ეს თეკლასია მეგობრებო, მე არ მინდა. აქ არის ბურგერი 3 წალი ბავშვებისთვის, 1 2 და 3. აქ არის ნაკეცები და ეს ჩემია. დედადევიწვი. 4 წალი ნაკეცია იქანა ცხარ ბიჭებსაც ვაძლევ, ბიჭები ჭამენ, ამიტომ 2 წალი ამგენისი. და ამაში მეგობრებო სასმელები არის. და ნაკინი. ერთმანეთში აზია ყველაფერი. 2 წალი ნაყინი არის აქ შოკოლადის. 1 ჩემია და 1 ლუკასია. თეკლამ და საბას არ უყართ ეს მაკდონალდსის ნაყინები. არ ვიცით რომ უყართ, ეს ჩემია. ეს მეორე ლუკასია. და ამ ყველაფერთან ერთად კიდევ არის მეგობრებო 3 წალი კოკა-კოლა. სულ ეგ იყო და ეგ ყველაფერი ერთად საკურიეროიანად
275 ლარი იყო რა გინდა? რა არის? მეგობრებო შეცხოვნა გავაყოლა. არ მინდა მე მოკლედ ასე მეგობრებო კი რა არიან მეგენი მადლობა. ჭამენ აგევარ მეც და მოკლედ უზომო მადლობა ამ ადამიანს ამ ყოველივესთვის მეგობრებო მეგობრებო მიირთმევს ლუკა აგერ ქვემოთ მიწაზე ეს მაგისია საბამ ახლა არ მინდა უნაკეციო აგერ ესა ეს ჩემი ნაყინი თეკლა გოგო აგერ არის და მოკლედ რა ვიცი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და შეჭამენ ახლა ესენი მე ამას შევჭამ მივისმევ და გზაზე კიდე დაგიბრუნდებით ბრანჭე მეგობრებო ცოტა კაბაჩავიცი კიდე და კაკრას დამირეკეს კონცერტზე დამპატიჟეს მეგობრებო და უარი ვუთხარი რა ვქნა ესეთი ვარ დღეს ქუთაისში ყოფილა ეხლა საათი არის 3 წუთი არის 10-ის მეგობრებო დამირეკეს კაი გოგოებმა კაი გოგოებმა და კარგმა გოგოებმა და კაი გოგოებმაც მა როგორ ისე როგორ არის კაებმაც და კარგებმაც საბას კლასელის დედიკოა ერთა მიყვარს ძალიან მეგობრული გოგოები არიან და კონცერტზე დამპატიჟეს მაი გუშინაც ვითხრეს ხვალე წევიდეთო და ახლა დამირეკეს და წამოდიო რა და ქალაქში ყოფილა ეს ურსას კონცერტი ვაიმე რამდენი მთხოვეს და უარი ვუთხარი ანუ არ მინდა მეგობრებო ასეთ ხასიათები მაქვს რა ვქნა ანუ არ მინდა არ მეკონცერტება და წარჩუნცულიდან თვითონ ეხლა და კარგად გეერთეთ მეთქი აი თქვი უარი არ მინდა რატო არ მინდა იცი ისე უბრალოდ არ მინდა არ მეკონცერტება რა მეზარება გაიდგას სხვა დროს წავყვები მე სხვა დროს წამოყავით გოგოებო პირობას გაძლევთ ეხლა მაცადეთ ხო მადლობა დიდი დაპატიჟების რა თქმა უნდა ხო და არ მეკონცერტება მეგობრებო არ მინდა რა არ მინდა ისე გიპრანჭი უბრალოდ ასკაპრაჭული იგები და კაცი გარეთ განავარდებოდა მაგრამ დედოფალმა ქეთევანმა უარი განაცხადა დღეისთვის არ მეკონცერტებაო ასე თქვა და დავჭი ასე სახში თორე მივდიოთ მეგობრებო მე ლაივი მქონდა ჩართული ხოცავენ იქ ეს რო გიდი დღეს და ხვალ შეიძლება არა მაგრამ ზეგ ჩამოვა ქვემოთ და ეს რო გიდი ქვემოთ რო ჩამოვა მეორე სართული მე მეხუთე სართული და პირველ სართულზე ვინ ჩავა დაგანახებთ ყველას ერთად მე ლაივი მქონდა ჩართული თქო არის მეგობრებო ასეთი ლაივები იშვიათად მაქვს ხოლმე მე ხამ თლად იშვიათადაც არა და რას ვიზახოდი ამ ტელეფონზე დამირეკეს მეგობრებო დამირეკეს ტელეფონზე და მაგას ვიზახოდი ამ ასეთი ლაივები მე ხშირად არ მაქვს თქო მაგრამ ნუ მაქვს ხოლმე და დღეს ის დღე იყო რომ ვაიმე ანუ ერთმა გოგომ დამპატიჟა მე ოღონ არ ვიცი ჯერ დეტალები უნდა გავარკვიო მე ჩემი მოდერი არის ცილა მეგობრებო ხო და ცილა მითხრა რომ ჩემს ერთ ნაცნობ გოგოსო უნდაო რომ დაგპატიჟოს ბატონო მეგობრებო იმხელად რო გავიდა მეტი რო არ შეიძლება რა როგორც ხედავთ დავიბანე დავგრილდი და ძალიან დიდი დრო გავიდა და რის თქმაც მინდოდა რა ემოციებს ვიყავი ახლა იმ ემოციებს თქვი აღარ ვარ იმიტომ რომ დავდექი სერიოზულ ხასიათზე გახარებული ამ წამსაც ვარ მაგრამ მოვიყვები რა ძილის წამას დავლებ რა ის რაც მიზრება მაგრამ ძილის წამას მაინც დავლებ უფრო გამეძინა დავისაუბროთ თენდება უკვე 4 საათი იქნება უკვე
მები აგვისტო თენდება მეგობრებო. საათი რომელია? 28 წუთი არის 4-ის 13 აგვისტო თენდება, ანუ ღამეა თენდება. და მოკლედ ბოლო კადრი რაც გადევიღე, ესე იგი ისევ დამირეკეს ტელეფონზე და აღარ გავწყვიტე გადაღებად, აღარ გადამიღე არაფერი. ანუ ლიკამ დამირეკა და ლიკა ამოვიდა რა და მოკლედ მე უკვე აღარ მეცალა რა გადასაღებად რაღაცა საქმე მქონდა. ანუ არსად არ გავსურვე, უბრალოდ სახში რაღაცაზე ვილაპარაკობდით და მივალ მაქამდე და მაგასაც მოგიყვებით. Короче, რაზე ვიყავით გაჩერებული, ლაივი მქონდა მეთქი ჩართული და უზომოდ დიდი მადლობა. ძალიან კარგი ლაივი იყო თითოეულ ადამიანს. თითოეული თეთრისთვის და კაი კომენტარებისთვის მადლობა ძალიან დიდი. ნუ ამ ადამიანის სახელს აღარ ვახსენებ. ჩვენი ლეგენდა. აღარ ვახსენებ ამ ადამიანის სახელს. სუზე რო იწყება სახელი. სოზე რო იწყება, სო? გეიფშალ და შევიდა მეორე. ახლა ინტერნეტები იტყვიან სოსუაო, ანუ კაცისკენ გადაიხდებიან, არა. ქალია, სოზე იწყება. მოკლედ სოფოს თამადობით თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა, მეგო ძალიან მაგარი ლაივი იყო, ანუ მაგის თქვა მიდოდა და აქვე ლაივში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ლაივში, ანუ ცილა არის ჩემი მოდერი, მაგაზე ვიყავი მე მგონი გაჩერებული და ცილამ დამიწერა კომენტარი ერთ ადამიანს უნდა შენთან დაკავშირებაო და პირადში მოგწერო და მეთქი აქვე მომწერე მეთქი ხო მშვიდობა აქვს და კიო მშვიდობა არისო სასიხარულო ამბავი არისო და სასიხარულო ამბავიო რო თქვა მეგობრებო მე ვარ სულ სწრაფი და თუ არ გევიგე რა ხდება ისე ვერ ვისვენებ და ვუთხარ ცილას მეთქი გეხვეწები მითხარი რა მაქვს დასამალი მითხარი აქვე თქო თქვით და აღმოჩნდა მეგობრებო რომ ცილას ერთ-ერთი ნაცნობია თურმე საზღვარგარეთ არის ცილა. რანგან მოგვა ცილა დედიშტოლა ქალი არის, ჩემი დედიშტოლა ქალია. და ჩემი მეგობარიო ისიც საზღვარგარეთ. ქეთევანი ქვია, ქეთი ქვია. ჰაულიკა ეცალკეთე მამოგიყო მაგას ახმომწერა. ხო და ისა რა ქვია მას ცილას მეგობარი ყოფილა, ანუ და ისაო მეგობარი არისო ჩემიო და რაშია საქმე. უნდაო რომ ბათუმში დაგპატიჟოსო. ხო და ბათუმში დაგპატიჟოსო რომ მითხრა, ამიტომ მე ძალიან გამახარა მეგობრებო. ამ წამამდე მიხარია, პროსტა უკვე აღარა ვარ ხალისობის ხასიათი. ხო და მიწერეო, მე იქ შემოვიდა თვითონ ეს ადამიანი, ვისაც უნდა ჩემი დაპატიჟება ბათუმში. და ამ ადამიანმა ცალკე კიდე დამირიცხა მე ხანდელ ლაივში 100 ლარი დამირიცხა და ეს ადამიანი მე ხშირად მირიცხავს ხოლმე. უბრალოდ არ ვიცოდი ცილას მეგობარი თუ იყო. ნუ TikTok-ის პროფილზე სხვაგვარი აწერია და ჩარიცხვაში სულ სხვაგვარია და ცოტა კინახავს დავეჭვდი და კინახამ რახან დავასრულე ურთიერთობა. იმიტომ აფრის ხალხს ვერ ვიტან და ვიფიქრე რომ რაღაც იქ ჩამერიცხა სხვაგვარის ადამიანიდან და კომენტარებში სულ სხვაგვარი არის ეს ადამიანი. მეთქი აქანა რა ხდება ნინო. მაგრამ მე გავარკვიე და გიყვა მეგობრებო რომ მეუღლის გვარზე არის ეს ადამიანი. და მიტო იყო სხვაგვარი იქ. ხო და ისა რა ქვია, მეთქი ლაივს რო გავთიშავ, მოგწერთ ხო, უთხარი ამ ადამიანს, ვისთან პატიჟა, ქეთი ქვია, რა შემიმესახილე, ქეთის დაუძახებ. მეთქი ისა თქო, რა ქვია, მოგწერთ ხო და რო გავთიშე ლაივი, მივწერე მეგობრებო WhatsApp-ის ნომერი. რო WhatsApp-ზე მეთქი მომწერეთ ხო. ხო და აი რო ვიღებდი, წეხან რო ვიღებდი, მაშინ დეტალები არ იყო დაზუსტებული და მე მგონი ვიდეოშიც გითხარით და დავაზუსტებ, უფრო დეტალურად გეტყვით ხო და ეხლა ცოტა უფრო კიდე დავაზუსტე და აქვე გეტყვი. მოკლედ მეგობრებო, დამირეკა მე ამ ადამიანმა ქეთიმ დამირეკა WhatsApp-ზე და მეუნება ესეთ რაღაცას, რომ რომელი რიცხვებისთვის გინდაო წახვიდეო ბათუმშიო და ვუთხარი რომელი რიცხვისთვისაც რიცხვში მივდივარ მეთქი და მე ვეკითხები ესეთ რაღაცას მეთქი. ანუ თქვენ თქო ანუ თქვენი ბინა, ანუ შენი საკუთარი ბინა გაქვს ბათუმში და მან პატიჟებ თუ უნდა მიქირაო მეთქი, იმიტომ რომ ბინების სასწაული ფასები აქვს ბათუმში ბინებს. ხო და არ მინდა ეხლა რომ სხვა ადამიანი რატომ უნდა გადაიხადოს, აი გამგელებულები არიან ბათუმში 100, 150, 200 ლარებს უბრაგუნებენ ბინებში დღეში. ხო და 5 დღეში და 6 დღეში ეხლა 607 ლარი ჩემზე რავალდებულია, ვისკენ გადაიხადოს რაც არ უნდა ამის სურვილი ქონდეს ადამიანს. მე შეიძლება მეტყობა, შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ მე ზოგადად ნამუსი თავში მაწუხებს.
და მუქთაზე კუბოში ავწობი. ხო და შევეკითხე ეს, იმიტომ შევეკითხე, რომ მეთქი ჯერ მითხარი, მეთქი რატომ მეკითხები შენ ამ ყველაფერს, მე უნდა მიქირაო ვინა მან თუ შენი ბინა არ რომელიც დაკეტილი გაქვს და უნდა უბრალოდ შეგვიშვათქო და აღმოჩნდა ესეთი რაღაცა რომ თუ სტურად გევიგე რა ვიცი ხმაური იყო სახში მე ლიკაც მევიდა და ეგენი ბღაოდენ წიოდენ რაც გევიგე ანუ რომ როგორც მივხვდი ანუ სასტუმრო სტილის რაღაცა ყოფილა არ ვიცი და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელია სავარაუდოდ თუ ბინა არის მე მგონი არ ვიცი ხო და ჩემიაო რა არ მიწევსო ხარჯის ანუ ბინაში ფულს გადახდა არ მიწევსო ეს მითხრა და ამან გამახარა რაღაცა ამევის უთხე მაშინ აი დამპატიჟოს მაშინ არ ვიტყვი უარს რაღარ თავისი არის ეს ბინა თუ სასტუმრო რაც არის და ფულის გადახდა არ უწევს იმაში რომ იქანა სხვა შევიდეს ოკეი მეთქი მე როგორც გავარკვინა ვიგრძენი და სავარაუდოდ გაქირავებული აქვს ეს ადგილი ამ ადამიანს და რიცხვი კიდე იმიტომ შემეკითხა სავარაუდოდ რომ მაგ დროს აღარ ყავდეს ვინმე იმ ბინაში რომ მე შემიშვას სავარაუდოდ ეს თემაა და ამასთან დაკავშირებით ვუთხარი რომ რა ვიცი მეთქი თუ რაღაცა მე შემილია სიტყვაზე თუ მოვდივარო 25-ში სიტყვაზე შემილია რომ გადავცვალო დღეები ანუ 26-ში წამევიდე 27-ში ანუ უფრო ადრე ჩამევიდე რა ვიცი შეიძლება 25-ში ბინა არაა თავისუფალი 26-ში თავისუფლდება ხო და მაგ დროს შემილია მეთქი ხო და მაგასთან დაკავშირებით და მაგ ყველაფერს დაკავშირებითო მეგობრებო გეტყვიო ხვალო დაგირეკაო ხვალეო და დეტალურადო გაგაგებინებო ყველაფერსო ხვალე და შემდეგი თემა ხო ლიგა მოვიდა ლიგას რაღაცა პრობლემები ქონდა მეგობრებო ღმერთის ხალხით ბინა იპოვნა და დღესვე იქირავა მაგაზე ვლაპარაკობთ რაღაცებს ახლა მოვიდა კაი ხანი აქ მე რაღაცებს კაროჩე ვლაპარაკობთ რა ხო და გავაგდე მერე წადი ახლა მევთხარ შესახში დერეკ დაგავი გავატანე დერეკი ხო გაგბინათქო ხო იქირავით ორი თვის ინასტარმისათან ორი თვე თავი ქუჩი აქვს წადი მეთქი მოშორდი ახლა წადი დერეკი აქედან თქო შევედი დევიბანე და მევედი ახლა თაგიწერეთ ეს ვიდეო ისა რა ქვია ბავშვები შევიდნენ ჩემს მერე დაიბანეს და ეხლა წეხან მომწერა ლიგაია პადიეს შემეშალავ და მეორე პადიეს შევედიო წეხან მომწერა სულ მაგ ყველაფრის თქმა მინდოდა მეგობრებო ჯამში იდეალური დღე იყო უზომო მადლობა იმ უანგარო ადამიანებს რომლებიც დღის განმავლობაში დამეხმარეთ ჯერ სად იყო ლაივი მე რო ერთმა ადამიანმა აგერ 500 და 650 ლარი დამერიცხა სად იყო ლაივი მე ისევ ჩემი არ მინდა სახელის თქმა მაგრამ კიდე ერთხელ ჯანდაბას ვიტყვი ჩემი სოფო ჩემი უანგარო გოგო და მე ლაივი და ამდენი კარგი ადამიანი კიდე თითო თეთრი ვიც დამერიცხეთ თითო კაი კომენტარი უზომო მადლობა მოპატიჟებისთვის ასევე ქეთის ძალიან დიდი მადლობა. წერტილი. მშვიდობიან ღამესკენ და დღეს გისურვებთ რა დროსაც ნახავთ ამ ვიდეოს, რავი ლიკაიას წყალობით ვიდეოს ვერ დავდები დღეს. ალბათ ხვალდილას დავდებ ამ ვიდეოს. და დაგიბრუნდებით მეგობრებო ხვალიდან რო გათენდება დაგიბრუნდებით დღეისათვის 12 აგვისტოს ვიდეო ეს იყო. და 13 აგვისტოს განთიადი ერთად შევაჭამეთ. ბავშვები თეკლამ და ლუკამ და საბამ დაიბანა ლუკა არიაბანოში, მე დავიბანე. თევჭამა ხთუდა რაღაცას დავწევი დავიძინებ მეგობრებო და შემოგერთებით უკვე ხვალიდან. დროებით